როდესაც არჩევნები გაყალბებულია, როდესაც ლეგიტიმაცია არ აქვს ქართულ ოცნებას, არავინ არ ელაპარაკება, რა ვიცი, გავრილოვის და ეგეთი ტიპების გარდა, როდესაც არავინ არ ელაპარაკება და შემოგიგდებს თვითმმართველობის არჩევნების თემას, შენ ოპოზიციური პარტია, როცა ქვია, ისედაც როგორ უნდა გაივლო ეს თავში, რომ აი ხო არ მივიღო მონაწილეობა. ანუ რას ქვია, შენ ანუ ცდილობ რომ ლეგიტიმაცია მისცე იმ ხოცებს, რომლებმაც რა ვიცი, გცემეს, სამშობლო გაგიყიდეს, ბიჭები დაიჭირეს და ქვეყანა ყველაზე დიდი უფსკრულისკენ მიყავდა და შენ ამბობ რომ მე თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მივიღო მონაწილეობა ქართულ ოცნებასთან ერთად. ანუ რითი ხარ უკეთესი ქართულ ოცნებაზე ამის მერე, ხო? ანუ მე პატივს ვცემ ადამიანებს იმ პარტიებს, ვინც ამბობს, რომ აი არ მივიღებ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, იმიტომ რომ არ უნდა მიიღოს არავინ რა და ვინც მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ეგ ხოცზე უკეთესი ამ ეტაპზე, ამ სიტუაციაში არაფრით არ იქნება. პირიქით, ეგ ჩემი თანამებრძოლი ვერასდროს ვერ იქნება და ყოველთვის ვიბრძოლებ მის წინააღმდეგ. მე მინდა მებრძოლები, თანამებრძოლები, რომლებიც იქნებიან, რავი, აი თავით რო გაიტანენ თავის სიმართლეს, რა, თავის სამშობლოს დაიცავენ თავი და არა ისინი, ვინც რაღაც კონფორმისტულად, რაღაცა ჯიბებს, რაღაც მოუფრთხილდებიან და რაღაცა აი სასწორის შუაში ივლიან, რომ აი იქ არ გადავიჩეხო და რაღაცა სარგებელი ვნახო. ეგეთი ადამიანები მე არ მჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ჩემ თანამებრძოლს არ ჭირდება. ამიტომ სანამ დროა გონს მოუხმეთ, იმიტომ რომ არავინ არ დაგიდგებათ გვერდში. ქართველი ხალხი არ დაუდგება თქვენნაირებს გვერდში, ვინც აი სამშობლოს გამყიდველებთან რაღაცნაირად კოლაბორაციაში, არჩევნებში შევა, ხო? ამიტომ ეგ ისევ და ისევ თქვენთვის არც თქვენი მტერი არა ვარ, პირიქით თქვენთვის კარგი რომ მინდა, მაგითო გეუბნებით, რომ დაივიწყეთ საერთოდ თვითმმართველობის არჩევნების თემა, სანამ ამ ქვეყანაში იქნება ქართული ოცნება და სანამ ეს არჩევნები ტარდება ქართული ოცნების წესებით. ყოველთვის გაგიყალბებენ, ყოველთვის მოგატყუებენ, ყოველთვის გაგადებილებენ და ღირსებიც იქნებით. თუ არ გინდათ რომ მუდმივად გაგასულელონ და დაგწინონ, მაშინ ცოტა გონებას მოუხმეთ.